ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც მე პოლიტიკაში შემოვედი, ქართული ოცნების მხრიდან მიმდინარეობს ჩემი პიროვნული დისკრედიტაციის ცდელობა სხვა მოგონილი საქმეებიდან გამომდინარე. ესაც განვაცხადე სასამართლოში, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოღვაწეობის, ბიზნესში მოღვაწეობის 30 წლის განმავლობაში არც ერთი საქმე არ ყოფილა ჩემ წინააღმდეგ, არ საჩივარი, არამე გარჩევა, მზათა ვარ, მიუხედავად იმისა, რომ 14 წლის წინანდელ, 15 წლის წინანდელ რაღაც აბსურდულ ზღაპრებს ყვებიან, მზათა ვარ ამ სასამართლოში გავცე კვალიფიციური პასუხი თუ მსგავსი რამ არსებობს. სამართლებრივი კითხვებს ნუ მოგთხოვთ, იმიტომ რომ სამართალი ამ ქვეყანაში არ არსებობს. ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა და ამ პოლიტიკური დევნის ნომერ პირველი ობიექტი არის ძლიერი საქართველო და მისი ლიდერები, ვინაიდან რუსულმა ხელისუფლებამ იცის, რომ მათი ნომერ პირველი ოპონენტი არის ძლიერი საქართველო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის მამუკა ხაზარაძე ცხადდებოდა სასამართლოში, გამოცხადდება სასამართლოში და ყველგან ყოველთვის დაამტკიცებს თავის